პრინციპში გადაცემის წინ დავითვალე 17 დღე დარჩა არჩევნებამდე. მთელ საქართველოში დაიწყება ალბათ ცოტა ხანში ეს საარჩევნო კამპანიაზე გადავა ქვეყანა. რა ხდება აჭარის რეგიონში, როგორ ემზადებით და იქ მოხდა ცვლილება, ხო ახალი მთავრობის თავმჯდომარე ყავს აჭარის რეგიონს სულხან თამაზაშვილი და როგორ ემზადებით ბოლოს რო გითხრათ. ზოგადად გაცხადებული პოზიციაა, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ყველა გათვლებით 64 მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს სწორედ ჩვენს ნომერს 41-ს. რაც შეეხება რეგიონში განხორციელებულ ცვლილებას, იცით, რომ ცოტა ხნის წინ ავირჩიეთ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი სულხან თამაზაშვილი, ეს არის ქართული ოცნების პერიოდში უკვე მეოთხე მთავრობის თავმჯდომარე და ვისარგებლებს შემთხვევით სამივე მათგანს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელთა საქმიანობამ გადაწყვეტილებებმა როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალური ჯანდაცვის და სხვა ტიპის სიკეთების თვალსაზრისით პოზიტიური ზეგავლენა იქონია აჭარის მოსახლეობაზე, მადლობას ვეთყვი და ამავდროულად სულხან თამაზაშვილის ფიგურა, მისი პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მქონეა ქართული ოცნებისთვის, ის უკვე პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავთ. ბოლოყრილობიდან გამომდინარე, ოპოზიციისთვის ამასთანავე ვახსენე, რომ არის ოპონირების ნაწილში დაუძლეველი რუბიკონი, მისი პერსონალური თვისებებიდან გამომდინარე, რეპუტაციიდან გამომდინარე, დისციპლინიდან, პროფესიონალიზმიდან და სწორედ არის როგორც თავად ინდივიდუალურად, ასევე გენეტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საქმეების კეთებით ცნობილი ოჯახის წევრი, რომელმაც უკვე თავისი ეფექტი რეგიონის რეალობაში გამოავლინა. სულხან თამაზაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ბრძოლაში გაყვეს. ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. ამავდროულად იცით, რომ გარკვეული საკადრო ცვლილებები მერის მოვალეობის შემსრულებასაც შეეხო ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ძალიან პოზიტიურად შეხვდა საზოგადოება, როგორც გიორგი მურვანიძის, ასევე ირაკლი ცეცხლაძის მერის მოვალეობის შესრულების ნაწილს. ეს ადამიანები ძალიან კარგად იციან ადგილობრივ მოსახლეობა, მათი პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის დონე, ასევე ის უნარჩვევები, რომელიც ჭირდება სწორედ იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილზე.